ფაქტია რომ მას უყვარს ადამიანების წამება, ჩვენი ახალგაზრდობის გენოციდი, მისი სურვილი და ოცნება ქართველებისგან დაიცალოს საქართველო, მათი ადგილი დაიკავონ არაბებმა და კიდე სხვა ვიღაცებმა, ავღანელებმა და ირანელებმა და ყველა საქართველოს მოქალაქეების გარდა და ამას ძალიან გეგმაზომიერად მეუყვება, მაგრამ აღნიშნულის განხორციელების საშუალებას ჩვენი ხალხი მათი მებრძოლის სული არ მისცემს და 4 ოქტომბერს ეს გამოჩნდა. და აგერ პასუხიც 4 ოქტომბრის არა მარტო დაჭერები სისხლის სამართლებრივი წესი და რაღაც 9 წლიანი მუხლები 50 ახალგაზრდა კიდევ დაიჭირეს. ალბათ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. გონიათ რომ თავს გადაირჩევენ, მაგრამ უფრო სწრაფად მიექანებენ იმ დაღმართში, რომლის ბოლოში უბსკრულია. სხვათა შორის ამ რადიკალურ ჯგუფებზე გამახსენდა პარიზში ამასინათ იყო აქცია. სხვათა შორის მაკრონის გადადგომის მოთხოვნითაც და სენატის შენობას მაბადე და კანალიზაციის მანქანით მიასხეს ის ფეკალური სითხე. ხო, არავინ არ დაუჭერიათ სისხლის სამართლებრივი წესით და არც ადმინისტრაციული სხვათა შორის.